ჟულ რომენი აქვეყნებს ბოლო ნაწილს თავისი ნაწარმოების Homme de bonne volonté, კეთილინების ადამიანები, რომელიც იგივე ინტერესით უკვე აღარ სარგებლობს 1945 წელს. ჰუმანისტური ოპტიმიზმი, რომელიც გამოიკვეთება ამ ნაწარმოებში და მასში იკითხება და ასე ვთქვათ ამ იდეოლოგიის თუ როგორ ვთქვა ამ ჰუმანისტური პოზიციის გამოსახატავად გამოყენებული მხატვრული ხერხები უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ ყველა ღირებულების ამ დიდ გადატრიალებას, ბრჭყალებში ციტირებას ვახთენ ჟიდის სიტყვების. ანუ უკვე ეს პაციფისტური თუ ჰუმანისტური აზროვნება თითქოს და გამოყენებული ხერხები ვეღარ ახერხებენ, რომ აი ამ დიდი გადატრიალების პერიოდში, როდესაც ირღვევა ყველა ღირებულება, უკვე თითქოს აღარ შეესაბამება ამ ყოველივეს გამოხატვას. და საინტერესო არის კიდევ ის მომენტიც, რომ სწორედ ამ მომენტში დასვავს მალრო თავის ნაწარმოებებში კიდევ ერთ საინტერესო შეკითხვას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, ანუ ღმერთის სიკვდილის შემდეგ განა არ უნდა ვაღიაროთ აგრეთვე ადამიანის სიკვდილიც, ადამიანის სიკვდილი, რომელიც ანუ ამ ადამიანის სიკვდილში გულისხმობს, უბრალოდ ადამიანში ის გულისხმობს ჰუმანისტური ტრადიციის მიერ წარმოდგენილ ადამიანს. ანუ ღმერთის ფაქტიურად სიკვდილთან ერთად ამ ტიპის ადამიანის სიკვდილის აღიარებაც მოგვიწევს ყოველივე იმ საშინელების და ყოველივე იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ამ ომის პერიოდში გამოიარა და ნახა ადამიანმა. ომმა აგრეთვე მთელ მსოფლიოში გააბნია ფაქტიურად მწერლები, ანუ ესეც არის ერთ-ერთი კიდევ ფაქტორი, როდესაც ჩვენ ვახასიათებთ 1945 წლის შემდგომი პერიოდის მწერლობას. ანუ იყვნენ მწერლები, რომლებიც იძულებული იყვნენ, რომ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა და საკუთარი ქვეყანა და ფაქტიურად ბევრი მათგანი უკვე 1900 გამარჯვების შემდეგ თითქოს საკუთარ ქვეყანას ვეღარ აწვდის შორიდან ხმას, ანუ რაღაცნაირად ისინი მივიწყებული იქნებიან. ეს ეხება მაგალითად ანდრე ბრეტონს, რომელიც ნიუ-იორკში წავა ომის პერიოდში. ეს ეხება აგრეთვე ბენჟამინ პერეს, რომელიც მექსიკაში მიდის და აგრეთვე ბერნანოს, რომელიც ბრაზილიაში იმყოფება და ფაქტიურად ვეღარ ახერხებს, რომ თავის სამშობლოს მიაწვდინოს თავისი ხმა და ზოგიერთი მათგანი აგრეთვე როგორც მაგალითად სან-ჯონ პერსი არ დაბრუნდება ამერიკიდან, ანუ ისინი დარჩებიან უცხოეთში და სარტრი სწორედ ამის შესახებ წერდა 1945 წელს. მწერლების ამ უეცარმა ჰეკატომბმა უზარმაზარი სიცარიელე დატოვა, ანუ ფაქტიურად ის იმ სიცარიელეზე მიანიშნებს, რომელიც ფაქტიურად ყველა ის მწერალი, რომელიც გაბნეულია ამ ომის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც იძულებული იყო, რომ დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა. კიდევ იმის თქვა გვინდოდა, რომ მეორეს მხრივ რაც შეეხებათ იმ მწერლებს, რომლებმაც წინააღმდეგობის ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა, მათ ძალიან ასე ვთქვათ დიდი დაფასებით ხვდებიან და ძალიან ბევრი მათგანი დაფასებული იქნება და დიდებაც ხვდება, ასე ვთქვათ, წილად. მაგალითად მალროს კოლონელ ბერჟეს უწოდებენ და ის სახელმწიფო მინისტრი გახდება დე გოლის დროს
და რაც შეეხება მაგალითად პოეტს რენე შარს, რომელიც პროვანსში, ანუ სამხრეთ საფრანგეთში იღებდა მონაწილეობას პარტიზანულ ბრძოლებში, ის მაგალითად თვითონ იტყვის უარს ამ ასე ვთქვათ ბჭყალებში დიდებაზე და რაღაცნაირად უკანა პლანზე დარჩენას არჩევს და რის მიზეზადაც ის ასახელებს, ანუ როგორც თვითონ ამბობს, როდესაც საერთო მრწამსი ირღვევა, მას ურჩევნია რომ გადავიდეს უკანა პლანზე. აგრეთვე ბევრი მათგანი ომის პერიოდში აქვეყნებდა წინააღმდეგობის ჟურნალებში, რომელიც მაგალითად ალჟირში გამოდიოდა და აგრეთვე ისინი აქვეყნებდნენ ალჟირში, რომელიც გამოდიოდა მაგალითად ერთ-ერთი სახელწოდება არის Fontaine და ისინი აქვეყნებდნენ აგრეთვე სხვა იატაკქვეშა ჟურნალებში. მალე არაგონსაც დიდი დაფასება ხდება წილად და განსაკუთრებით ეს გამოიხატება იმაში, როდესაც დეგოლი რადიოთი ახდენს არაგონის ლექსის ციტირებას. და რაც შეეხება პოლ ელუარს, რომელიც 1942 წელს შეუერთდება კომუნისტურ წინააღმდეგობის მოძრაობას, დაწერს თავის ცნობილ ლიბერტეს, ანუ თავისუფლება, რომელსაც სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავები საფრანგეთის თავზე მიმოაფრქვევენ. და ამადი რიცხვში რომ უნდა აღინიშნოს აგრეთვე, ანუ ამ წერლების რიცხვში წინააღმდეგობაში იღებდნენ მონაწილეობას და უნდა აღინიშნოს აგრეთვე ალბერ კამიუც, რომელიც მალე გახდება ჟურნალის კომბას რედაქტორი და ფაქტიურად 30 წლის ასაკში კამიუს უკვე რეპუტაცია ექნება როგორც პოლიტიკური ცნობიერების გამომხატველი ყველაზე ყურადსაღები პიროვნების. და რაც შეეხება ფრანსუა მორიაკს, ისიც საკმაოდ დაფასებული ამ პერიოდში და აგრეთვე მწერლობის გარდა ჟურნალისტურ ნიჭსაც გამოიჩენს. და ჟან პოლანი ესეც ისევე როგორც სხვები მასაც ასე ვთქვათ დაუფასდება თავისი მოღვაწეობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და Lettres Françaises დირექტორი გახდება. იატაკქვეშა მოძრაობა და წინააღმდეგობაში ჩაბმა ომის შემდეგ ფაქტიურად აგრეთვე ისიც უნდა ითქვას, რომ დიდ სიამაყეს მოუტანს თვითონ მწერალს, ანუ ფაქტიურად ისინი რაღაცნაირად თავიანთ პასუხისმგებლობას იგრძნობენ ამ გამარჯვებაში. და საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ ბევრი ახალგაზრდა მწერალიც გამოდის სამოღვაწეო ასპარეზზე და რაც შეეხება კამიუს ჟურნალს კომბა, ის შემდეგი დევიზის აფიშირებას ახდენს: წინააღმდეგობიდან რევოლუცია.